Namaste, მოგესალმებით ყველას. Ამ ეპიზოდში აგიხსნით, როგორ შეასრულოთ შამანთას პრაქტიკა, რომელიც არის მაჰამუდრას ციკლის მედიტაცია. შამანთა ინგლისურად ესე ითარგმნება calm abiding, როგორც წყნარი დასვენება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა მაჰამუდრაში, იმიტომ რომ ის ავითარებს გონების სტაბილურობას და ავითარებს უნარს, რომ იყო ყურადღებიანი ძალისხმევის გარეშე და შეინარჩუნო ყურადღებიანობის განგრძობითობა დროის დიდი პერიოდის განმავლობაში. და აქ ჩვენ ეს ანალოგია უნდა გამოვიყენოთ, რომ წარმოვიდგინეთ, რომ ნივთს დებთ მაგალითად იატაკზე, ხო? და როცა ნივთს დებთ იატაკზე, ის ისვენებს იქ, ხო? საგანს დებთ, თქვა, იატაკზე ის ისვენებს იქ და აი როგორც ეს ისვენებს, თქვა, იატაკზე, აი ესე უნდა დაისვენოს გონებამ რაღაც ობიექტზე შამათას დროს და ჩვენ შემთხვევაში მოდი ავიღოთ სუნთქვა, თუმცა შეიძლება იყოს სხვა ობიექტებიც, ისეთი როგორც არის გარე საგანი, ხმა და ასე შემდეგ, შეიძლება ვიზუალიზირებული ობიექტი, მაგრამ მოდი ამ შემთხვევისთვის ავიღოთ სუნთქვა. და სუნთქვას აქვს რამდენიმე დადებითი თვისება, რადგანაც იყენებენ ხოლმე ზოგჯერ შამათას პრაქტიკაში. თავისი მინუსებიც აქვს, სხვა იმებთან შედარებით, სხვა ობიექტებთან შედარებით, ყველა ობიექტს თავისი პლუს მინუსი აქვს. სუნთქვას რა პლუსიც აქვს, არის ის, რომ მუდმივად ჩვენთან არის სუნთქვა. მუდმივად აც მომენტში არის, მუდმივად ჩვენთან არის, ვერ დავკარგავთ მას. და მუდმივად ქმნის შთაბეჭდილებების ჯაჭვს. მუდმივად გრძნობთ ჰაერის შეხებას, ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას, ამიტომ გამოცდილება მუდმივად მიმდინარეობს და ეს გამოცდილების სიცოცხლე შეიძლება დაგვეხმაროს ყურადღებიანობის შენარჩუნებაში. მაგრამ და არსებობს ამ შამათას იგივე ტიბეტურად ამას ქვია ჟინე, შამათა, ჟინე. არსებობს ამ ჟინეს სხვადასხვა ფორმა, თუნდაც მაჰამუდრას ტრადიციაში შეიძლება 1, 4, 5, 6 მეტი თუ არა ფორმის ახსნა იყოს და ყველას არსი მსგავსი არის, უბრალოდ არის ოდნავ სხვადასხვა დახვეწილი მეთოდები. ამიტომ თუ სხვა ახსნა მოისმენთ, არიფიქროთ, რომ ეს ახსნა არის არასწორი ან ის ახსნა არის არასწორი, ეს ახსნები არსებობს და რომელიც თქვენთვის იმუშავებს, იმას უნდა მიხვდეთ და ეს ახსნა ძალიან კარგი არის, ძალიან ძლიერია ჩემი აზრით, რომ ეს დღეს უნდა გაგიზიაროთ. მაგრამ სანამ მედიტაციაზე გადავალთ, უნდა ავხსნათ სხეულის პოზიცია, იმიტომ რომ სხეულის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს ენერგეტიკული არხების პოზიციას და ეს განსაზღვრავს ჩვენი გონების მდგომარეობას. სხეული გავს ქალაქს, ჩვენი ენერგოარხები გავს ქუჩებს ამ ქალაქში. ჩვენი პრანა, სასიცოცხლო ენერგიები გავს მანქანას, რომელიც ამ ქუჩებში დადის და ჩვენი გონება გავს ამ მანქანის მძღოლს, ის ვინც ატარებს ამ მანქანას. ამიტომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში და მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ გავასწოროთ ჩვენი მანქანა, მძღოლი, არხები და ქალაქი. ხო?
პირველ რიგში ამ პოზიციას ქვია ვაიროჩანას პოზა და ამ არის 7 ნაწილი, რომელიც გასასწორებელია. დავიწყოთ პირის მდგომარეობით. ენა არის მიბჯენილი კბილების ზევით, გრძილზე, იმის უკანა მხარეს, შეიძლება ოდნავ ზევითაც იყოს აწეული, ან პირდაპირ მანდ. ეს კრავს ენერგეტიკულ არხს. და კბილები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს და ტუჩებიც გვაქვს ოდნავ ღია. ეს და შეიძლება ჰაერის მცირე რაოდენობა ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას მოძრაობდეს პირის ღრუს საშუალებითაც. ეს პირველი პოინტია. მეორე არის რომ მზერა მიმართულია ცხვირის გასწვრივ. ანუ თვალები გვაქვს გახსნილი. არ ხუჭავთ თვალებს, უბრალოდ ვიყურებით ქვევით, ცხვირის გასწვრივ დაახლოებით მანდ. არაფერს კონკრეტულს არ ვუყურებთ. და მზერა არის მოდუნებული, გახსნილი, მოდუნებული, არა კონცენტრირებული რაიმეზე. თვალებსაც ვასვენებთ. და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თვალები გვაქვს გახსნილი, არის ის, რომ ჩვენ გახსნილი თვალებით ცხოვრობთ, ხო? და იმისაც, რომ მედიტაციური გამოცდილება არ იყოს განსხვავებული ჩვენი ყოველდღიურობისგან და დაინტეგრირდეს ის ყოფაში, ამიტომ მედიტირებთ გახსნილი თვალებით. ეს მეორე პოინტია. მესამე არის თავის მდებარეობა. თავი არის თავის კინკრიხო არის ოდნავ თითქოს კისერი არის შიგნით შეწარული და ეს მართავს თავს და ოდნავ გამოდის ისე რომ რეალურად ნიკაპი ჩამოდის ქვევით, მაგრამ ნიკაპის მოძრაობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის რომ თავი გავასწოროთ, რაც ნიშნავს რომ ოდნავ შიგნით შევწიოთ კისერი და სწორდება თავის წვერი. ამგვარად. შემდეგ მოდის ხერხემალი. უпростоრად შემდეგ მოდის გულმკერდი. ხრები უნდა გავწიოთ უკან და უნდა ჩამოვუშვათ ქვევით. ანუ რაც ეს იძლევა არის რომ გულმკერდი არის გაფართოვებული. ანუ გული არის გახსნილი, გულის არე და ხრები არის ჩამოშვებული. ეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იმოძრაოს პრანა. შემდეგ ხერხემალი უნდა იყოს სწორი, რეალურად არც უნდა ვეღდნობოდეთ რაღაცას. არც უნდა ვიყოთ მოხრილი, ხერხემალი უნდა იყოს სწორი და ტრადიციული ანალოგია, რომელიც არის ხოლმე მოყვანილი, არის როგორც ოქროს მონეტები დაალაგო ერთმანეთზე და ერთმანეთზე რო იყოს დაწყობილი, აი ესე ხერხემლის მალები ერთმანეთზე თითქოს არის დაწყობილი. ეს მეხუთე. მეექვსე ეს არის ხელები და ხელები მარჯვენა ხელი გვიდევს ზევით, მარცხენა ქვევით და ცერათითები ოდნავ ეხება ერთმანეთს. ზოგჯერ ამბობენ რომ ქალებს მარცხენა ხელი უნდა ჰქონდეთ ზევით, მაგრამ ზოგჯერ სხვა ლამა არ უცხოვს ამაზე არანაირ ხაზს და არ ვიცი, თქვენ დააგვირდით, ამას რეალურად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას რომ ხელები ამგვარად იყოს შეკრული, ამას აქვს მნიშვნელობა. ამას ქვია კოსმიური მუდრა. ნუ ან ამის შემცვლელი შეიძლება იყოს რომ ხელები დაასვენოთ
უბრალოდ მუხლებზე. ამ პოზაში შეგიძლიათ მედიტაცია. მე მედიტირებ ხოლმე ესე. და ამ შემთხვევაში ვათავსებთ ხელებს ჭიპის ქვევით, ოდნავ ქვევით და ხელები არც არის იდაყვები არ არის არც წინ, არც ძალიან უკან, არამედ ბუნებრივ მდგომარეობაშია ჩამოშვებული. და ბოლოს ეს არის ფეხების პოზიცია. საუკეთესო არის სრული ლოტუსის პოზა. ხოლო თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ნახევარ ლოტუსი, როგორიცაშიც ეხლა ვზივარ მე, ან ჩვეულებრივად სუქასანა, ესეთი ჯდომი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია, რომ გქონდეთ სამედიტაციო ბალიში, ეს გეხმარებათ იმაში, რომ ხერხემალი გამართოთ და არ გეტკინოთ ფეხები მედიტაციის დროს და მუხლები. ამიტომ მედიტაციის ბალიში შეძენა არის ძალიან კარგი იდეა, თუ გსურთ რომ ხშირად იმედიტიროთ. მაგრამ საუკეთესო არის სრული ლოტუსი და თუ ხართ ახალგაზრდა, არ გაწუხებთ მუხლები, ღირს და მოკლედ ფიზიოლოგიაც ამოყვებათ ღირს, რომ ნელ-ნელა აითვისოთ, როგორ დაждდეთ ამ სრულ ლოტუსში. ახლა დავждდები სრულ ლოტუსში. და ახლა ყველა 7-ვე დეტალს გავითვალისწინებთ და დავждდები ვაიროჩანას პოზაში. და შემდეგ რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? პირველ რიგში ვაცნობიერებთ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. სუნთქვა ბუნებრივია. როგორც სუნთქავთ, არ ვერევით სუნთქვის სიხშირეში და სიგრძეში. და ვასვენებთ გონებას სუნთქვაზე. და შემდეგ, როდესაც ვაკეთებთ ამოსუნთქვას, არის პატარა პაუზა, პატარა ინტერვალი რეალურად, ძალიან მცირე, სანამ ჩასუნთქვა დაიწყება. და ეს აქ არის გარკვეული სივრცე, მოდი ვიხმარება ამ სიტყვას, სივრცე. ვაცნობიერებთ ამ სივრცეს. და შემდეგ ვაგრძელებთ ამ სივრცის გაცნობიერებას ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისასაც. სუნთქვის პარალელურად. და ჩვენი პრაქტიკა გამოიხატება იმაში, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი გონება გაიფანტება, წავალთ ფიქრებში, დაუბრუნოთ ყურადღება სუნთქვას. ამოსუნთქვისას არის სივრცე და ვაცნობიერებთ ამ სივრცეს ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას. ფიქრები აუცილებლად აღიძვრება.
და ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად მედიტირებთ და ცუდი სესია გვაქვს. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ფიქრები აღიძვრება და როდესაც ფიქრები აღიძვრება, ჩვენ ვაგრძელებთ სუნთქვაზე დასვენებას და სივრცეში დასვენებას და ფიქრები თავისით თავისუფლებიან. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩვენ ფიქრებს არც ვთრგუნავთ, რაც იქნებოდა ცდილობა, რომ პრევენცია გავაკეთოთ მათი წარმოშობის და არც ვაქეზებთ მათ, რაც ნიშნავს, რომ არ მივყვებით მათი შინაარსის განვითარებაში. ვაცნობიერებთ და ხელს უშვებთ. უბრალოდ ვტოვებთ ისე, როგორც არის, ნაცვლად იმისა, რომ გავყვეთ. მოვაგრძელებთ სუნთქვაში დასვენებას და სივრცეში დასვენებას. გონება გახსნილია, ყურადღება გახსნილია ამ დროს. და ეს არ არის კონცენტრაცია. თავისი ტრადიციული გაგებით არის უფრო დასვენება, ყურადღებიანი დასვენება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ განვითარდეს მედიტაციის შემდეგი ეტაპები, რომელიც არის ვიპაშანა, ლახტონგი იგივე და ხშირად ძალიან სპონტანურად თავისით ვითარდება ლახტონგი, როდესაც ვაკეთებთ შინეს. და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არ განვსაჯოთ ჩვენი სესიები, რომ დავყოთ კარგ მედიტაციებად და ცუდ მედიტაციებად, არამედ ყოველ ჯერზე, როცა ჯდები გამართული პოზით, ვაიროჩანას პოზაში, უკვე არის კარგი მედიტაცია. როგორი გამოცდილებაც არ უნდა იყოს მედიტაციაში, როცა ჯდები ამ პოზაში, არის უკვე კარგი მედიტაცია. და რაც მნიშვნელოვანი არის პრაქტიკის განგრძობითობა, საჭიროა რომ სისტემატურად დავკავდეთ ამ ტრენინგით, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე და სესიების ხანგრძლივობა უნდა იყოს პროგრესულად გაზრდილი, მაგალითად შეიძლება დაიწყოთ 10 წუთით, გადახვიდეთ 15 წუთზე, 20 წუთზე, 30 წუთზე, 40 წუთზე და ასე შემდეგ. და შეიძლება ამ სესიებში გქონდეთ შესვენებები რამდენიმე წუთიანი, 2-3 წუთიანი, 5 წუთიანი და ისევ გააგრძელოთ შემდეგ პრაქტიკა. და ასე რომ წარმატებები თქვენი მედიტაციის პრაქტიკაში.